ეთერშია და თემა, რომელიც ბოლო ერთი კვირაა განსაკუთრებით აქტუალურია. დაბრუნდება თუ არა საქართველოში 21 წლის წინ რუსეთში გაქცეული უშიშროების ყოფილი მინისტრი, რომლის სახელსაც საქართველოში 90-იან წლებში მომხდარი არაერთი დანაშაული უკავშირდება. მათ შორის ედუარდ შევარდნაძეზე და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი ჭანტურიაზე განხორციელებული ტერაქტები. 1994 წლის 3 დეკემბერს ჭანტურიას სასტიკი მკვლელობის ხელახალ გამოძიებას მოკლული პოლიტიკოსის ვაჟი ითხოვს. იგორის საქმე ნახეთ მარია მოშხმელის რეპორტაჟში. გია ჭანტურიას მკვლელობაზე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. როცა მამა მოუკლეს 15 წლის იყო, ამერიკაში ცხოვრობდა. მამის დაკრძალვისთვის მას შემდეგ უმცროს გიორგი ჭანტურიას, უფროსი გიორგი ჭანტურიას ლიკვიდაციაზე ბევრი შეკითხვა აქვს. პასუხები არა. 2013 წელს პროკურატურას ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მკვლელობის ხელახალი გამოძიება სთხოვა. პასუხი უარყოფითი იყო, მიზეზი მიუღებელი. მიზეზი ის იყო, რომ ახალი გარემოებები ვერ ვლინდებოდა. ახალ გარემოებებს ჩვენ ვერ მიუთითებდით, ზუსტად იმის იმედი მქონდა, რომ მიმართებო თვითონ ხელისუფლება გამოხატავდა კეთილნებას და განაახლებდა გამოძიებას. საგამოძიებო უწყებას პასუხები არც ჩვენთვის აქვს. რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, მათგან ინფორმაცია, რატომ ითქვა უარი ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებაზე, ვერ მივიღეთ. გიორგი ჭანტურია მოთხოვნაზე რეაგირებას ამ დრომდე ელოდება. ფიქრობს, რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთა და სურვილის შემთხვევაში გამოძიება უპრობლემოდ დაიწყება. ჭანტურიას მკვლელობაზე როცა წავა განხილვა, სასურველი იქნება, რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, დავესწროთ ამ პროცესებს. საქმის ხოში ვიყოთ ყველაფრის, რომ იქ სამომავლოდ რამე შეკითხვები კიდე არ დაგვრჩეს. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მკვლელობაზე, ტერაქტის მოწყობასა და კიდევ სხვა საქმეებზე ბრალი იგორ გიორგაძეს აქვს წაყენებული. იგივე საქმეებზე 21 წლის წინ დამნაშავეცნეს კიდევ 14 პირი. მაშინ გამოძიების ობიექტურობის და მოწმეებისგან მოპოვებული ჩვენებების კანონიერების მიმართ საფუძვლიანი ეჭვები არსებობდა. იქამდე ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თანმიმდევრულად მივყვეთ 90-იანი წლების სისხლიან ქრონიკას. 1994 წელი 3 დეკემბერი. დაახლოებით დილის 10-ის ნახევარზე გია ჭანტურია ამ სადარბაზოდან გამოდის და მანქანაში ჯდება. დაძვრისთანავე მანქანას 3 შეიარაღებული პირი ცეცხლს უხსნის. კედელზე ტყუების კვალი ახლად ჩანს. აქ გია ჭანტურია მოკლეს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ და საზოგადოებაში დღემდე ჩნდება კითხვა. ვინ მოკლა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ანუ ვინ დგას ამ ტყუების უკან? გია ჭანტურიასთან ერთად ბალანჩივაძის ხუთში მომხდარ ტერაქტს შეეწირა მისი პირადი დაცვა. დაიჭრა გია ჭანტურიას მეუღლე, ირინა სარიშვილს 4 ტყვია მოხვდა. ჯერ კენჭების მოხვედრის ის იყო რაღაც თითქოს მანქანას კენჭები ხვდება და შემდეგ უკვე ხელი მკრა ჯერ გიამ და ჩამაგდო მანქანაში. რეგია გადავიდა მანქანიდან. გადმომეფარა, დამახტა ზევიდან მერაბარამია, როცა გია გადავიდა, მერაბი იყო გადაცხრებული ზურგიდან ამის გამო და მერაბი მეორე დღეს გარდაიცვალა. ვგრძნობდი, რომ ერთი რამდენიმე ადგილას ყויה რომ მომხდა, მაგრამ აი რომ გადავედი, უკვე წაქცევაზე რო ვიყავი, მე შემაგდეს ძალით სადარბაზოში, იმიტომ რომ ხალხი უკვე გარეთ იყო გამოსული. ჭანტურიას მკვლელობის საქმე გახსნილად დაახლოებით 9 თვის შემდეგ გამოცხადდა. საქმის გახსნამდეც და საქმის გახსნის შემდეგაც პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მკვლელობის მოტივებზე, დამკვეთებსა და შემსრულებლებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. თუმცა უმრავლესობა თანხმდებოდა იმაზე, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და ეს არ იყო პირადი ანგარიშწორება. ყველამ იცოდა, რომ სისტემის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვიყავი ჩვენ. სისტემის დანგრევა თუ ვინმე შეეძლო, ვიყავი ჩვენ. თუ ალტერნატიული ფიგურა არსებობდა ქართულ პოლიტიკაში, იყო გიორგი ჭანტურია. ჭანტურია მოკლეს მაშინ, როდესაც ის თხოვდა შევარდნაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტს და თხოვდა რომ ჭანტურიას შევარდნაძეს გადაებარებინა მისთვის ხელისუფლება. ეს იცის ყველა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა. ეს უნდა განეხორციელებინა შევარდნაძეს, ან უნდა დაევალებინა კვირაევსთვის, ან ჭალიმესთვის, რა ქვია, გიორგაძისთვის. თემურ ხაჩიშვილს ჭანტურიას მკვლელობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მინისტრი იგორ გიორგაძე იყო. რაც შეეხება სხვა ძალოვან მინისტრებს, თავდაცვის სამინისტრო ვარდიკო ნადიბაიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შოთა კვირაიას ებარა. ჭანტურიას მკვლელობაში სწორედ ეს ადამიანები მოიაზრებოდნენ დამნაშავეებად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა წრეებში. დღეს ოფიციალური მდგომარეობა ასეთია.
თემურ ხაჩიშვილი EDP-ს თავმჯდომარის მკვლელობაში მსჯავრდებულია, გიორგაძე კი დღემდე ბრალდებული. ჭანტურიას საქმის გახსნას წინ ორი მნიშვნელოვანი კრიმინალური შემთხვევა უძღოდა. 20 ივლისს შევარდნაძის ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა და 29 აგვისტოს 18 საათსა და 20 წუთზე შევარდნაძეზე მომხდარი ტერაქტი. ტერაქტის დღეს დილით პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუცია 159 ხმით 8 წინააღმდეგ დაამტკიცა. შევარდნაძემ კი დაგეგმილ არჩევნებში თავის საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. მომავალი პრეზიდენტი საღამოს ტერაქტის შემდეგ სხეულის უმნიშვნელო დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. ესენი არიან ლაჩხები. ესენი არიან არაკაცები, ტერორისტები საქართველოში. და ეს არის მაგათი ბოლო მცდელობა ტერორისტული აქტის. უშიშროების მინისტრმა ტერაქტის გამოძიებისთვის მაშინ დრო ითხოვა. მას 3 დღე მისცეს. 2 სექტემბერს შევარდნაძემ ის დაკავებული თანამდებობიდან საქმეების გამოუძიებლობის გამო გაათავისუფლა. 4 სექტემბერს გამთენიისას გიორგაძემ ვაზიანის აეროპორტიდან ქვეყანა დატოვა და ამ დრომდე უკან აღარ დაბრუნებულა. მის პოსტზე დანიშნულმა შოთა კვირაიამ წინამორბედის დროს ჩადენილი დანაშაულებები გახსნა და დამნაშავედ წინამორბედივე დაასახელა. გიორგაძე გია ჭანტურიას მკვლელობისთვის, შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტისთვის და კიდევ სხვა მძიმე დანაშაულებების გამო ნომერ 1 ტერორისტად გამოცხადდა. იგივე ბრალდებები წაუყენეს თემურ ხაჩიშვილს, რამდენიმე თანამდებობის პირს და მხედრიონის წევრებს. ზუსტად ვიცი, რომ ის ჭანტურია მოკლა კვირაია. მონაწილეობდა თუ არა კვირაიასთან ერთად იგორ გიორგაძემ, ეს არ ვიცი. მაგრამ რომ ჭანტურიას დაღუპვა და გარდაცვალება უკავშირდება შოთა კვირაიას, ეს შოთა კვირაიას პირად ჩემთან აქ ნათქვამი. ჩემი აზრით, შევარდნაძის ინტერესებში იყო პირველ რიგში გია ჭანტურიას ლიკვიდაცია და იქ შევარდნაძეს კრემლმა მისი მმართველობის მფარველად რომელი ინსტრუმენტები მოავლინა და ვინ განახორციელა და როგორ განახორციელა, ზუსტად ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და სრულიად შესაძლებელია, რომ იგორ გიორგაძემ დაგეგმა და განახორციელა ის ტერაქტი. 90-იან წლებში მომხდარი დანაშაულებების საქმის გამოძიებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მსჯავრდებულები საუბრობდნენ იმაზე, რომ აღიარებებს მათგან წამების შემდეგ იღებდნენ. იგივეს ამბობს ხაჩიშვილი, რომელმაც ჯერ ჭანტურიას მკვლელობა აღიარა, შემდეგ კი თქვა, რომ ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ხაჩიშვილის მიმართ საპროცესო ნორმების დარღვევა 2002 წელს პარლამენტის დროებით მას საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა. დასკვნის საფუძველზე ყოფილი მაღალჩინოსანი საპყრობილიდან პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. ჩვენ სასამართლომდე 5 ადამიანი მოკლეს ძიებაში. ფიზიკურად წამებაში მოკლეს 5 ადამიანი ძიებაში. ზუსტად თარგამაძის და კვირაიას პირობებში და ბაბილაშვილის პირობებში. ზეწოლის ქვეშ მიცემული და სასამართლოზე თქვი რომ ვიყავი უდანაშაული, მაგრამ მანამდე თქვი რომ ვიყავი უდანაშაული. უდანაშაულო ვარ. ფურცლებს რო აფრიალებს, დავუშვათ თემურ ხაჩიშვილი ჯობია საქმეს მიხედოს. მან უნდა დაამტკიცოს მისი მონაწილეობა რომ ამაში არ არის. ამათ მინიმუმ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს. თუ კი ამ საკითხებში გამოძიებაში არ მიიღებენ მონაწილეობას და მოვა აქ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიძიებს ჭანტურიანის მკვლელობას და ხელახლა იმ ადგილს მიუჩენს ყველა იმ ადამიანს, ვინ რისი ღირსიც არის. ჭანტურიას მკვლელობაში სხვადასხვა პირების დასახელება და დღემდე განსხვავებული პოზიციების არსებობა მოწმობს იმ ფაქტს, რომ 1995 წელს გამოძიება სათანადოდ არ ჩატარდა. ეს ფაქტი დაკავებულების ბრალეულობას არ გამორიცხავს, თუმცა არც კითხვებზე პასუხებს იძლევა. ამ ფონზე ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა. რამდენად საკმარისია საქმეში არსებული მასალები იგორ გიორგაძის ბრალეულობის ან უდანაშაულობის დასადგენად. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეებიდან გიორგაძეს ხელს არავინ ადებს, მათ შორის არც ექს-პრეზიდენტი შევარდნაძე და არც ირინა სარიშვილი მეუღლის მკვლელობის გამო. 500 ადამიანმა მისცა სასამართლო გამოძიებაში ჩვენება, მაგრამ არც ერთ მათგანს იგორ გიორგაძე როგორც რაიმე მართსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი არ დაუსახელებია.
დაზარალებულები, ანუ ამ შემთხვევაში მეც უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ გიორგაძე აქ არაფერ შუაში არ არის და თვითონ შევარდნაძემ ბოლო პერიოდში, როცა უკვე იგორ გიორგაძე აღარ იყო საქართველოში, განაცხადა, რომ იგორ გიორგაძე მის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში არ მონაწილეობდა. განსხვავებული პოზიცია აქვს გიგლა აგულაშვილს, რომელიც მაშინ ამ საქმის პროკურორი იყო. გარემოს დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დაკავებული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა მტკიცებულება ჰქონდა. ამავე მიზეზით ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იგორ გიორგაძის მიმართაც ანალოგიური იქნება. ეს საქმე ამ საქმის გამოძიების საწყისი წერტილი იყო 29 აგვისტოს ტერორისტული აქტი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ტერორისტული აქტებს აქვს პოლიტიკური სარჩული, კი ბატონო, ეს თქვენი მოსაზრება, შეიძლება თქვენ იჯერებდეთ და იზიარებდეთ მას, მე მას არ ვიზიარებ. ჩემი ღრმა რწმენით და შეხედულებით სასამართლო საქმეში ნახავს საკმარის მტკიცებულებებს იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გიორგაძის ძებნის საკითხზე ინტერპოლმა იმსჯელა და მასზე ძებნა შეწყვიტა. პროკურატურა მიზეზად გიორგაძის ლტოლვილის სტატუსს ასახელებს. დაცვის მხარის ადვოკატს კი სხვა არგუმენტი აქვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ცხადყოფდა და ადასტურებდა, რომ იყო გიორგაძის მიმართ პოლიტიკური დევნა 90-იან წლებში და მოთხოვეთ ამისი ასე ვთქვათ, საფუძვლიანი შესწავლა, სადაც უთითებდით, რომ ეს თუ ასია, ამაში რომ დარწმუნდებით, ეს ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციის სწორედ მესამე მუხლს. ჩავითეთს და წერია, რომ მას აქვს თავშესაფარი ერთ-ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის რომ მის მიმართ შეწყვეტილი იყო წითელი ცირკულარის საერთაშორისო ძებნა. დაწერია სინამდვილეში ინტერპოლის წერილში. დოკუმენტში მითითებულია, რომ გიორგაძესთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამება ინტერპოლის წესებს. ეს არის ერთადერთი განმარტება, რომელსაც ინტერპოლი ძებნის შეწყვეტაზე მხარეებთან აკეთებს. გაგი მოსიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგაძე უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მისი თქმით, ყოფილი უშიშროების მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხოეთში დაელოდება. მისი დაბრუნება კი იმაზეა დამოკიდებული, ათამდე საქმეზე დამნაშავეც ცნობენ თუ 21 წლის შემდეგ გამართლდება.